დავბრუნდით ეთერში და დავბრუნდით წინვალე ქალბატონით და ქალბატონებით, მაგრამ ქალბატონი უნდა წარმოვადგინო. ესე იგი სამოდელო სააგენტო კატრინის დამფუძნებელი ხელმძღვანელი ქალბატონი ეკამ გალობლიშვილი, რომელმაც დაიპყრო ჯერ რომი, მერე საფრანგეთი, პარიზი და პარიზი, მოკლედ ისე უკვე როგორც თბილისი არის ამათვის, ესე იგი და რომში მოგზავნით. რომში ესე იგი მთელი ევროპას და აზიას ერთად უმასპინძლა. იქ იყო როგორც თევზი წყალში, ეგრე რა. როგორც საქართველოს თავის ქუთაისში და თბილისში, ეგრე იყო რომში. გააგიჟა სრულიად, ესე იგი მსოფლიო დაბრძანეთ ქალბატონო ეკა. გამარჯობა, მოგესალმებით. ფანტასტიკურად გამოიყურებით და როგორ მოგეცა ბონჟურ, ჩაო, ჩაო. უკვე აღარ ვიცით რა ენაზე ვესაუბროთ ქალბატონო ეკა. როგორ და თქვენს, ესე იგი, ქალბატონობაზე და თქვენს საქმიანობაზე და თქვენს მყინვალე ჩატარებულ იქ ამბებზე ნათქვამს ნანახი ჯობია ხო? იმიტომ რომ სიუჟეტი ხო ვნახეთ. პირდაპირ ჩართვაც ხო ვნახეთ. პირდაპირ მოყოლილით ხო ვიცით, მაგრამ მართალია ნათქვამს, მოყოლილს და სიუჟეტს ნანახის ჯობს. ხო და გეპატიჟებით პირდაპირ ეთერში სიტყვას. ძალიან დიდი 2026 წლის 21 ივნის ისევ და ისევ რომი, ისევ და ისევ ჩვენი ლამაზი. რომიდან წავიყვანოთ შუა დღე, რა მოხდა? ისევ ისასახლე ის რაღაცა. დიახ, საყვარელი. ეხა ამ სასახლეებზე და ამ ამბებზე მოყევით თავად, რომ უკეთ გაიგოს მაყურებელმა ჩვენ არაფერს არ ვულტრირებთ არ ვაჭარებთ. არა, იმიტომ რომ მე მგონი პირველი ქართველი იყო ვინც იტალიელისთვის დახურულია იმ სასახლის კარი და ამიტომ დახურული ამ პირველ რიგში მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, ვთვლი რომ მე ოჯახში ვარ, იმიტომ ჩვენ გასაგელოდებით ყოველთვის. ძალიან მეყვარს ეს გადაცემა პოზიტიური, არაჩვეულებრივი წამყვანებით და შემოქმედებითი გუნდით და უბრალოდ ვიტყვე მას, რომ მაყურებელმა კარგად იცის უკვე უამრავი წელია და ზუსტად ვერც დავთვლი, რომ მსოფლიოს თითქმის უამრავ ქვეყანაში ჩვენ მოღვაწეობთ სამოდელო სააგენტო კატრინი პარალელურ რეჟიმში ჰობის დონეზე შექმნილი ბრენდი ანასტასია, მაგრამ უკვე ჰობს ვეღარ დავარქმე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როგორც წარმატება მოიპოვა როგორც კანში მოდის კრიტიკოსმა მითხრა, არა ვართ დიზაინერი, არა, არ ვიცით ქალბატონო ვინახარ თქვენ და თქვენ გააგრძელეთ მოგწონსო და ვაგრძელებთ და ძალიან ხშირად პარიზში თამამად ვამბობ და არ გამომდის ხმამაღლა, იმიტომ რომ წლებია იქა ვართ, როგორც საკუთარ ოჯახში ესე ვგრძნობთ თავს, მილანი, აზი, ყველა და აი ვიფიქრე რომ აი რატომ არა რომი? აი რატომაც არა რომი, იმიტომ რომ ულამაზესი მარადიული ქალაქია, უდიდესი ისტორიის მქონე და 2024 წელს საერთაშორისო სილამ ჩვენ ხო ცხელი შემოდგომა გვაქვს მის და მისტერ პლანეტა სილამაზის კონკურსი უკვე მე-10 წელია იმართება საქართველოში და ჩემი პარტნიორი ერთ-ერთი იტალიიდან გახლავთ როზარიო სტანიო, რომელსაც შევთავაზე უბრალოდ ძალიან კარგი გოგონა ვარ, სუფთად ვიცი მუშაობა და არ მეშლება ურთიერთობა და მოძრაობის წესებიო რომ მიტყვიან და რადგან თქვენ იტალიელი ხართ, რადგან თქვენ ჩემი პარტნიორი ხართ, მე მაქვს ესეთი იდეა, მაგრამ გთავაზობთ რომ განვახორციელოთ თქვენთან ერთად, გცემთ პატივს, იმიტომ რომ ნამდვილად ჩემო პარტნიორმა საქართველოში უჩემოთ რაიმე განახორციელოს რა თქმა უნდა მიწყინება და მაგრამ თუ თქვენ წინააღმდეგი იქნებით მე ამას მაინც გავაკეთებ უბრალოდ პატივისცემის ნიშნად გეკითხებით ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა თუმცა კითხვის ნიშანი თქვა რომ დაინტერესდებიან კი მსოფლიო დიზაინერები რომით ისინი სულ პარიზი, მილანი, კანი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და მე ვუთხარი, კი, დაინტერესდებიან და 18 დიზაინერი ყავდა. დაინტერესდებიან, ძალიან დაინტერესდებიან. კი, 18 დიზაინერი ყავდა, 160 მოდელი სხვადასხვა ქვეყნიდან არ შემიძლია საქართველოსთან არ აღნიშნოდა მინდა მარიკა მოდებაძემ ჩემ პატივისცემის ნიშნად, მისი 60 მაცვია რომში, რომელიც კი, აგრეთვე ძალიან დიდი მადლობა მინდა ჩვენ საყვარელ ფატუნას გადავუხადო, რომ სოფლიო მოდის დიზაინერი და ნამდვილად პირველი ქართველი ერთ-ერთი დიზაინერია, რომელიც კალენდარში შეტანილი მაღალი მოდის კოლექტივი. ძალიან დიდი წარმატებით იყვნენ ქართველები როგორც თითრომში. კი და პარალელურ რეჟიმში ბრენდი ანასტასია, ბრენდი ხატკო, უამრავი იტალიელი დიზაინერი და ყველაზე მთავარი თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და ხშირად ვახსენებთ რექსი, პარიზის სხვადასხვა მოდის კვირეულის პრეზიდენტი და
ისიც კი ჩამოვიდა თავისი კოლექციით, თავისი ჰოლანდიელი დიზაინერით და ასე შემდეგ და ასე რომ და ყველაზე მთავარი, როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ის ჩემი ზღაპარი გაგრძელდა იმით, რომ ძალიან დიდი ეზო აქვს, ულამაზესი შადრევნებით, აინთო შუქები და ვახშამი. აი, მაგრამ ამით არ დასრულდა, იტალია დასრულდა. ხო, მაგრამ სანამ დავასრულებ, იტალიას უნდა ვთქვა აქვე, საფრანგეთამდე, რომ ჩვენი გუნდი იმყოფებოდა ამ ვახშამზეც და საერთოდ რომშიც და თამამად ვიტყვი, რომ ფანტასტიკური ხასიათით ჩამოვიდნენ და ისეთი კმაყოფილები იყვნენ და იმდენად მადლიერები, რომ აი რაც 10 წუთის უკან თქვით, რომ ნათქვამს ნანახის ჯობს. ხო და აი ნახავ, რომ რა თქმა უნდა, აი საფრანგეთი აინტერესებდა ნათქვამს. აი ახლა მაინტერესებს რომი დასრულდა და პირდაპირ დავბრუნდით მეორე ასე ვთქვა თქვენს ოჯახში და ქვეყანაში საფრანგეთში, იმიტომ რომ იქ თქვენ უკვე ძალიან ხშირად ასე ვთქვა მოძრაობთ იქ ხართ უკვე. ყოველ ორ თვეში ერთხელ იქავართ, იმიტომ რომ სხვადასხვა პროექტი. საფრანგეთში არის და ჩვენთან პრინციპში. კი, მე ახო მუშაობ საფრანგეთში. მიყვარს თქვენი გადაცემა ძალიან და ჩემს პრინცესებსაც, რომლებსაც ძალიან მალე წარვადგენთ ბრენდი ანასტასი, ძალიან უყვარხართ და რა თქმა უნდა ჩავფრინდით პარიზში და ძალიან ამაყი ვარ და ბედნიერი, იმიტომ რომ მარიამ ბერძენიშვილი, ანასტასია ბაკურაძე, ნუცა გრიგალაშვილი, რომლებიც პარიზში იმყოფებოდნენ, ჩვენ ახლა პარიზი ოჯახია, მაგრამ სოფლიო სხვადასხვა პრეს გლამური, გრაცია, სხვადასხვა ჟურნალების აი ჩანს კიდეც ახლა დაამშვენეს ქართველმა მოდელებმა და ნამდვილად ახლა 14 წლის ასაკში აი ამ ყველაფერს მიაღწიოდა ისე რომ თვითონ თავად ჟურნალისტი და თავად უცხოური პრესა დაინტერესდეს. ნამდვილად. რა ვიცი, აი ფაბუ ოკეი და ამრავი ჟურნალი ჩანს ახლა მაყურებლის წინაშე და აგრეთვე არ შემიძლია არ თქვა რომ პარიზში იმყოფებოდა ქართველი უნიჭერესი დიზაინერი ხარჩი, სონია ხაჩი და ასე შემდეგ და რომში აი რატო ვიყავით კიდევ ამაყი, აი ეს ქართველი დიზაინერები ხატკო, ფატუნა, მარიკა მოდებაძე 91 პარალელ რეჟიმში აი ეს ჩვენი ბრენდი ანასტასია, აი უცხოელი მოდელები მოდიოდნენ და ჩვენც ჩაგვაცვით, ხო? იყო საინტერესო და სხვათა შორის არმანის კუჩის, დოლჩე გაბანას სახე ძალიან ბევრი მოდელი მუშაობდა ჩვენთან ერთად. რა გამოგვარჩევს ჩვენ აი მათგან, რა მოსწონდათ თუნდაც იმ უცხოელებს, იგივე ანასტასიაში, იგივე ხატკოში, ფატუნაში, აი რა მოსწონთ მას აი ეს ადამიანები რომლებსაც უმუშავიათ ლეგენდარულ და აი როგორც მე მაგალითად 18 დიზაინერიდან ჩემი ქართველები და პარალელურად აუცილებლად გამოვყოფ კოსცანიო, იტალიელი დიზაინერი, რომელსაც აი ხელით ნაკეთები, თითოეული ნივთი ნაქარგი და ასე შემდეგ და ჩვენს ქართულ დიზაინერებს ყველას აქვს სხვადასხვაგვარი ხედვა. არ გავს მათი სამუსი ერთმანეთს და არ მეორდება, იმიტომ რომ ეხლა მე ძალიან ხშირი მუშაობა მაქვს სხვა ქვეყნებში ხატკოსთან და ყოველ თვეში თითქმის დუბაიში აკეთო სხვადასხვა ლუკი, ეს და სხვა არ მეორდებოდეს, ხო? რა თქმა უნდა, ხა 4 წელია ხო შევეჭიდე ანასტასიასთან ერთად აი ამ საქმეს და მაინც პირველი სტუმრად გრაფ დრაკულასთან სამეფო კარის მეჯლისი რომ მქონდა და აი ეს კოლექცია სულ სხვა იყო. მე დავფიქრდებით კატრინელები ვამბობთ, აი რომ ეხა უფრო კარგი, ეხა სხვაგვარია და აი ეხლა გვაქვს კიდე რაღაცა საოცარი მე მგონი ჩვენება, ხო? კი, რომში იყო ეს კოლექცია და მოდი გვითხარი ამ ჩვენებაზე, სანამ ესე იგი გამოვლენ სცენას, უბრალოდ პალაჩო ბრანკაჩიო ეს ისეთი სასახლეა, სადაც დედოფალი ხარ, პრინცესა ხარ, მეფე ხარ, პრინცი ხარ, სხვა გზა არ აქვს. შეხელში ყველა გოგო პრინცესა არის, მინდა გითხარი. თუმცა მაინც ვიტყვი რომ პრინცესებად იბადებიან და რაც არ უნდა ეკამ გალობლიშვილმა მილიონი გვირგვინი დაადგას თავზე ამა თუ იმ ადამიანს შინაგანად პრინცესებად დამეთანხმეთ რომ მაგრამ ჩვენგანაც მიიღეს კომპლიმენტი რომ ძალიან ბევრს ნიშნავ ხარ ჩემ ცხოვრებაში და პრინცესობა, მაგრამ შენ ეხმარები რომ ის გახდეს იმას რეალიზება სჭირდება.
ეკა საფრანგეთსაც უნდა გკითხე ერთი ორი წვით აუცილებლად ეხლა საომავლოდ რა დავგეგმეთ ჩვენ ეხლა მივფრინავთ ბარსელონაში უკვე მეოთხე წელია Best Model of Universe-ზე გვაქვს კონკურსი და საერთაშორისო მოდის კვირეული ესპანეთში აუცილებლად პარალელურ რეჟიმში 4 ოქტომბერს მოდით ვიტყვი ექსკლუზივს რექსმა აიღო პარიზში უდიდესი ფეხბურთის სადაც ჩვენი კვარაცხელია კი და იქ ჩატარდება ჩვენი და რექს მადლობა ზედა ჩვენი სამაყო ბიჭი მიყვარს ყველა ქართველი ვინც ამაყად ბედნიერად აფრიალებს საქართველოს დროშას ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერ სფეროში და ჩემი თხოვნა იქნება უცხოელები ყველა SMS ყველა კომენტარს თარგმნიან და მხოლოდ პოზიტივით მოვეფეროთ ყველა ქართველს კი ბატონო ვერტები მივიღოთ კიდე ერთი საოცარი სიამოვნება პრინცესები ანუ ჩვენი პრინცესები და ვითომ ჩვენ ახლა ვართ საფრანგეთში Grab a little air, oh, what a day, and everything is great in there. Თავად დიზაინერი. Everywhere I go, there is a secret. How not to be alone, just smile, everybody. Everything is done and so. So come on, everybody, let's make a perfect day to smile, everybody. Even if you feel the pain, so you feel better. This is it, what I'm saying. So come on, everybody, let's make a perfect day to smile, everybody. Even if you feel the pain, so you feel better. This is it, what I'm saying. თითეული ყვავილის ანასტაზია ოჩა ანასტაზია და როგორ აი თითოეულ ასე ვთქვათ მოდელზე არის შერჩეული ანრაქსოვილია ყველა ეს რომის კოლექცია კი რომის კოლექცია არის და რომიდან საფრანგეთში მართლა პრინცესები წარმოუდგენელი არის ხო აი სამოსით ძალიან მომწონს პრინცესული არა ესე ჩვენი სცენა კიდე არ ყოფნის ამ არაჩვენებრივ გოგოებს ბოლომდე ის ნახეთ რა ბავშვები არიან ეს ბავშვის კოლექცია ანასტაზია კი ძალიან დიდეული წარმატება ანასტაზია საოცარი გოგოა აი არ შემიძლია დიდი მადლობა და არ შემიძლია ინგა შარვაძეს და ქეთი კვაჭანტირაძეს რომლებმაც შექმნეს ეს ყველაფერი ანასტაზიამ დახატა მე ვიყიდე ქსოვილები მოდელები შევქმენი და ამ ორმა ადამიანმა შემდეგ ეს არის ბრინდი ანასტაზია და სამოდელო სააგენტო კატრინი უღრმესი ანასტაზია წარმატებებს გისურვებ სასწაული კოლექცია გოგოებო დიდი მადლობა ეკა დიდი აი ესეთი ლამაზი გოგოები და სილამაზი და პრინცესების ფონზე ჩვენ ადამიანში დავხვდებით ხვალამდე